მოგესალმებით. დღეს გავემგზავრებით ერთ-ერთ ძალიან საინტერესო რეგიონში, იმერეთში. კერძოდ გადავიღებთ ერთ ქალაქს და მის მიდამოებს და თუ რა ქალაქი არის ეს, მერე გეტყვით. ალექსანდრეს სოფელი აქვს დიმში, გუშინ წავიდა და შესაბამისად იქ დაგხვდება. მანდრა მოიყვანა შემადლიანო შენა. საით გაგიწევია. მოიცა მოვიდე. რაკენი? რაიცოვე მღვიმეში. სათხართ ამდენი ხანია გეოდებით. მღვიმეში ვიყავი. ვიყავი და რა იყო? როგორ ახლა? რა ვიცი შენ? აბა როგორ იმგზავრეთ? არა ჩვეულებრივად. ანუ ხალხო კი არ გიწავედით რომ აქ ცხოვრობ. უბრალოდ ახლოს ვიყავი და ადრე მოვედი. ბარემ. აბა სად მივდივართ? ჩვენ მივდივართ. კი არა და ვართ უკვე ჭიათურის მუნიციპალიტეტში. პირველი რასაც ნახავთ, ეს არის მღვიმევის დედათა მონასტერი. მე-13 საუკუნის ძალიან საინტერესო ადგილი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ესეთი იდეა. როგორი იდეა? არ ვიცი. არ იცი? როგორი იდეა? თუ მე მაქვს ეგ იდეა, გაგიზიარებ. შენ გაქვს იდეა, ხო? მოგეთ, ესეთი აზრი მაქვს და თუ დამეთანხმები ძალიან გამიხარდება. საქართველოში გვაქვს ძალიან ბევრი კარგი მხარე ყველა მიცით. გარდა ამისა, თითოეულ მუნიციპალიტეტში არის ძალიან საინტერესო რაღაცეები, როგორც ისტორიული და ასევე სხვა ბუნებისძეგლები და სხვა ბევრი რამ. და მოგეთ, ჩვენ გადავწყვიტეთ, უბრალოდ მე გადავწყვიტე კი არა და ვიფიქრე და შენ გიზიარებ თუ დამეთანხმები თუ ჯერანი ვითამაშოთ. არა. მოგეთ ამას დაჭირდება სავარაუდოდ რამოდენიმე წელი, ვეცდებით ყველა მუნიციპალიტეტი გაჩვენოთ როგორ ცხოვრობს ხალხი, რა არის საინტერესო იქ, სად შეიძლება საინტერესოდ იკვებო და ასე შემდეგ და რას ფიქრობ? მე მგონი არ არის ცუდი ასე. ძალიან კარგი იდეა არის. აქ მატარებელი დადის? კი, დადის. ერთ ვაგონიანი. რა საინტერესო, არ ვიცოდი აქ თუ მატარებელი დადიოდა. შენ თუ იცი მატარებლის გარდა რა თქმა უნდა ვიცი. ძალიან ბევრი საბაგირო გზა არის, როგორც არა, მარტო საბაგირო არა. ასევე სამგზავრო. საქართველოში პირველად თუ იცი, სად იყო ტროლეიბუსი, რომელიც მოძრაობდა ქალაქებს შორის? აქ ჭიათურა საჩხერე. ხო და. მარტო საქართველოში არა, მთლიან ევროპაში. მართლა? კი. ეგ არ ვიცოდი. მოგეთ, ასეთ ძალიან საინტერესო ქალაქში ვართ, მუნიციპალიტეტში, ეს ჭიათურაში ბევრი რამ მოხდა პირველად საქართველოს ისტორიაში. კი ბატონო. წავედით ჯერ მღვიმევის მონასტერი ვნახოთ ჯერ. წავედით. მღვიმევის მონასტერი ძალიან საინტერესო არქიტექტურული ნაგებობაა. ის არის გამოქვაბულში შედგმული ფაქტიურად, რადგან მანამდე სამლოცველო იყო ძირითადად გამოქვაბულში და აქვე არის მე-6 საუკუნის დროინდელი წმინდა ეკატერინეს სახელობის პატარა საყდარი, ხოლო თვითონ აი ეს ტაძარი აგებულია მე-13 საუკუნეში რატი კახაბერისძის მიერ, ესენი იყვნენ რაჭის ერისთავი, უფრო სწორად სინამდვილეში მანამდე იყვნენ არგვეთის და კლდეკარის ერისთავები, ბაღვაშები. ამ გვარს კიდევ შევეხებით დღეს, რადგან ვნახავთ ერთ საუკეთესო ტაძარს, რაც კი საქართველოში არსებობს კაცხის. და ძალიან საინტერესო არის შემკული დაახლოებით 15-მდე სხვადასხვა სახის ორნამენტია ტაძარზე დატანილი. და ეს არის ადგილი, რომელიც არის აუცილებლად სანახავი, თუ თბილისიდან მოდიხართ, ეს არის პირველი, სადაც მოხვდებით ჭიათურაში. ახლა შევიდეთ შიგნით და ვნახოთ ფრესკები.
ტაძარშიც მოხატულობა არის მე-13 საუკუნის, ნაწილობრივ არის შემორჩენილი, საკმაოდ კარგად ჩანს ფერები, სახეები და რაც ძალიან საინტერესოა, აქ ჩვენ ხედავთ ამხსენებელ რატი ერისთავს, მის მეუღლეს და მის ძმას მიანია კახაბერისძეს. და თუ დააკვირდებით ორივე ძმები ფაქტობრივად ერთნაირად არის გამოსახული ერთ-ერთი უბრალოდ მივხვდეთ ასაკითრომელია უფროს. აი ეს არის სწორედ წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარი. მართალია ნაგებობა, აი რასაც ახლა ჩვენ უყურებთ, არის მე-13 საუკუნეში აღდგენილი სწორედ ეს ტაძარი როცა აშენდა მასთან ერთად, მაგრამ პირველი ნიში და სამლოცველო სწორედ მე-6 საუკუნეში გვხვდება აი აქ. და აქედან სწორედ ჩემგან მარცხნივ, თქვენგან მარცხნივ ჩანს უკვე გამოქვაბული, რომელიც იყო მონასტრის მთავარი ადგილი და იქ ხედავთ ასევე საკურთხეველს. მართლა უფასოა? მართლა უფასოა, მიცანი. კეთილი მგზავრობა. მადლობა. გაიხარეთ. ჩამოვალ მე ამას რომ. ხო. ორი ხარეს ორი. აჰა, გასაგებია. წაჯი. ანუ ეს საბაგირო რაღაც ამზე ვიშოვო. თითუ. ანუ ფაქტობრივად ლიფტია, ანუ საბაგიროსაც ვერ დაუძახებ, ლიფტივით არის ლიფტი პასიანი ეს უფასო. ჩემთან საშიანი ლიფტი. აბა გეშვა 1 ნოემბერში ამეიფია. ხო, ახალი. და ჯერ არა პასიანი, მე ტურისტები ზადები. ხო, ჩვენც მაგას ვაკეთებთ ახლა, რომ გავხადოთ ყოველ შემთხვევაში გადაცემას. ჭიათურა პოპულარული უფრო რომ მეტი ხალხი ჩამოვიდეს. გამარჯობა. ჭიათურაში მოგზაურობისას პირველი რაც თვალში გეცემათ არის საბაგირო გზები. ამ ეტაპზე არის 17 მოქმედი სამგზავრო საბაგირო გზა მთლიან ჭიათურაში. გარდა ამის არის სატვირთოები, რომელთაც მანგანუმი გადააქვთ. 1879 წელს აკაკი წერეთლის თაოსნობით აქ წარემართა მანგანუმის მოპოვების ამბები. პირველი სამუშაოები და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ამ ქალაქის უკვე როგორც ქალაქად ჩამოყალიბება. ქალაქი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, დაახლოებით 30000 კაცი ცხოვრობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემცირდა, დღეს ცხოვრობს 12000 ადამიანი და მათ შორის 3600 ადამიანი მუშაობს შახტებში. ფაქტობრივად ოჯახი არ არის, არ მუშაობდეს. კი. ახლა როგორც ვიცი, არის საკმაოდ კრიზისი, იმიტომ რომ სოფლიოში ადრე დაახლოებით 100 წლის წინ მთელი მსოფლიოს მანგანუმის 50% მოიპოვებოდა აქ. კი. შავი ოქროს ქალაქსაც უწოდებდნენ ჭიათურას. მობრძანეთ შავი ოქროს ქალაქში არის ბევრი სერვერი ოქროს გარდა, ამ შავი ოქროს გარდა არის აი ესეთი საბაგიროები, ძალიან ბევრი ისტორია და ძალიან მაგარი ხალხი. პირველი საბაგირო აშენდა 1954 წელს. იმ მიმართულებით ამ ეტაპზე მოქმედი არ არის, თუმცა მიმდინარეობს სამუშაოები, როგორც ვითხრეს. რაც შეეხება ამ საბაგიროს, ეს არის ყველაზე დამრეცი საბაგირო. შეიძლება მთელ მსოფლიოშიც იყოს, უნდა გადავამოწმოთ ეგ. 48 გრადუსიანი დახრა აქვს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომ ჭიათურა იყო პირველი ქალაქი საბჭოთა კავშირის დროს, სადაც გაჩნდა ეს პირველი სამგზავრო საბაგირო გზები. აქ სუსტი გულის ადამიანი ვერ. ერთადერთ ზავრები შეიყვანე და მერე წავიდა.
არის რა. სამი ზარი წასვლა, ორი ზარი გაჩერება? ხო, ნახე, ხედავ? და თუ აერია ვინმეს არ უნდა აგერიოს. ანუ ახლა მივდივართ სხვა საბაგიროზე, რომელიც არის მოდერნიზირებული, ფრანგული კომპანიის მიერ აშენებული, მაგრამ როგორც გითხრეს, როდესაც ჩამოდიან აქ ტურისტები, იმ საბაგიროს ნაკლებად იყენებენ, იმიტომ რომ ისეთი ყველგან არის უკვე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. ეს რაღაც განსაკუთრებულია მართლა. ჩემ დროში მოგზაურობ. განსაკუთრებულად ხალხს კიდევაც. სუსტი ქულის ადამიანები. არ კარგია ძალიან. მე ის საბაგიროებიც მინდა და იქ გადავჯდომით რომ არის ეს საბაგირო, მაგრამ არ მუშაობდა. ყველა არ მუშაობს. ის შაბათ-კვირასაც არ მუშაობს. რომელ საბაგიროზე? აი იქით შემოსასვლელში რო არის ჭიათურის შემოსასვლელში. ჯერ ერთ საბაგიროს მიყვები, მერე უნდა გადაჯდე და იქით წახვიდე კიდე. ხო, მაგრამ ის არ მუშაობს. აღარ. არც ესეთი აღარ მუშაობს, ის ბევრი საბაგირო. ორი წელს წინ ვიყავით ბოლოს. ხო, აღარ მუშაობს მაგერი და ახლა ამას ხო გააკეთებენ 25-ს, მერე მაგაცედაც არის. ანუ აღდგება ხო, უნდა ქვევით ჩავიქი. აქ საცობში მოხვდი და დავაგვიანი არ მუშაობს. ერთადერთი შუქი წავიდა დავაგვიანი, ან ვერ მოვედი. აგი ხო, გავიჭედე საბაგიროზე. გავიჭედე საბაგიროზე. ვადევთ ჩვეულებრივად ბარათს. და გავდივართ. ძალიან კარგია. მოგეთ ჭიათურაში ვარ და ჯერ მიწაზე ფეხი წესიერად ვერ დავდგით, სულ ჰაერში ვარ. საბაგიროში ვართ. ხო. ცოტა ხალი უფრო სახაძმე იქნო. ხო, მაგრამ ეჩვევი ადამიანი ყველაფერს. ეს საბაგირო იქია გამორჩეული? ყველაზე გრძელი საბაგირო არის ჭიათურაში. დაახლოებით ახლა. კილომეტრი და 50 მეტრი. ხო, დაახლოებით კილომეტრზე მეტია და მოგეთ ესეა რა, ერთ საბაგიროს გავიარეთ, ჩავიარეთ, მეორე ავიარეთ, ჩავიარეთ. გვეყოფა. და ახლა კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ადგილას მივდივართ. ცოტა მოგიარებით კარგი. რეკლამა ეთერში. სოწარკვეთილი სპონსორის მაცეპები. მიძი. სადაც უნდა ვთქვათ, რომ გამოიწერეთ და დაალაიქეთ ჩვენი არხი. ბარემ ახლა თქვი. გამოიწერეთ და დაალაიქეთ ჩვენი ცოტა არხი. ცოცხლავთ. გამოიწერეთ და დაალაიქეთ ჩვენი არხი. დამარხეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება გამოიხატოს მოწონებით და გამოწერით. კიდევ ერთი გამორჩეული ადგილი ჭიათურაში. ეს არის საჩოგბურთო კორტი, რომელიც იყო პირველი არა მარტო საქართველოში, მთელ რეგიონში. ეს კორტი გაიხსნა 1892 წელს. აქედან დაიწყო ჩოგბურთის გავრცელება მთლიან საქართველოში. პირველი იყო ჭიათურაში, შემდეგ ბათუმში, არა. პირველი იყო ჭიათურაში. მაგას უკვე არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, სად იყო. ბათუმში. თავარი არის, რომ პირველი იყო ჭიათურაში. ეს ძალიან უნიკალურია. კი, და ძალიან დიდი როლი ითამაშა იან ჰომერმა ჩოგბურთის განვითარებაში საქართველოში. რომელიც ასევე გაიზარდა ჭიათურაში. კი, აქ გაიზარდა, ის ჩამოყვა თავის მშობლებს, როდესაც აქ გაჩნდა პირველი კომპანიები მანგანუმის გადამუშავების. ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდიოდა საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან და ერთ-ერთი მათგანი იყო პატარა იან ჰომერი, რომელმაც ეგრევე დაიპყრო სცენა, ასე ვთქვათ. უცვლელი ჩემპიონი იყო საქართველოში მრავალი წლის მანძილზე. და მანვე აღზარდა მომავალი საქართველოს ჩემპიონები, უკვე ქართველები. მოგეთ, ჩოგბურთის აკვანში, ფოცხო ეძახიან ფეხბურთის აკვანს. ჭიათურა არის ჩოგბურთის აკვანი საქართველოში და აქ გვაქვს პატარა კორტ მუზეუმი, სადაც ეს კორტი მდებარეობდა, მართალია ხა მცირე მასშტაბით, მაგრამ მაინც თავარია აქ იყო. უნდა ვითამაშოთ. მაგრამ მე მზად ვარ. ჩვენი ოპერატორი მაიკო არის
ყოფილი ჩოგბურთელი, პროფესიონალი. პროფესიონალი ჩოგბურთელი და ამჟამად მოყვარულ ჩოგბურთელთა როგორ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გვიკარნახა. კარგია, ხმად გაისმეს ეს. კლუბის ვიცე-პრეზიდენტი. ერთ-ერთი ჩვენთან უნდა ეთამაშოს მაიკოს და რომელი ითამაშებს აბა? ესე იგი, ანუ ვინც მოიგებს, მაიკო უტარებს ერთ გაკვეთილს. უფასოდ? კარგი, მიდი. ჯეი, რანი. კარგი. სათხარ მაიკო. მოგებულს ხვდები. შეთქილად იყავ ბურთი არ მოგარტყა. კაი, წავედით. წავედით. მოკლედ, ბურთი რო წამოვა შენთან, რო დაეცემა და ოდნავ ზევით ამოვა და გაჩერდება და ქვემოთ დაშვება. დაიწყებს მაგ დროს ვარტყალს უკვე ჩოგანს. თავარია არა აცილო ჩოგანი. ეცადე რომ ცოტა ცენტრში მოარტყა და ხელი რომ მოარტყა, ოდნავ გამოაყოლე, რომ ბურთი წამოვიდეს. მოდიოთ სადოთ. ის ხმებს რომ გამოსცემენ ხოლმე თამაშის დროს. ეს ბუნებრივად მოდის ის ეს ხმა. არ მყოფნის, სივრცე არ მყოფნის რა. ხო, მოკლეა. აი, ანუ ცოტა ძლიერად მო დავარტყა. დარტყმეთ ძლიერად ახლა. მოვიგე. ერთი გოლი მოვიგე. ჩამიგდო. ის ურჩევნია მამულსა. რომ მოსწავლეს ჯობდეს. ძალიან მომივიდა, ჩემი ბრალი. არა, შენი ბრალი არაფერი. ცოტა მუხლები ჩახარე, მუხლები, აი ეგრე. ანუ ტყუილად ვიდექი ასე. ცხოვის სწავლე უკვე თამაში, როგორ იღებენ? ყველაფერი. მოიცა. საწავით, აი თაგდია ნახე. ბურთები გვაქვს, 4 ცალი არის, 4 შეგიძლია გადააგდო. კარგი. ეს მეორე. მოვედით. როგორც ვიცით, ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ ადგილზე ლიტერატურაში ვნახოთ. შევიდეთ, შევამოწმოთ. ყოველთვის ყველა მოგზაურობაში ეს არის ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დრო, როდესაც კვებას ვახსენებ. თქვენ ეს როცა შია მე რაგვერებს გმართებს ხოლმე, ვაიმე. გამარჯობათ. მე ნინოა. ალეკო ძალიან სასიამოვნოა. მოგეთ თქვენზე გითხრას რომ აქ ძალიან გემრიელიაო. საიდან გაგიჩნდათ იდეა, იმიტომ რომ როგორც ნახეთ Google-ში იძებნებით მარტო Ani idea უფრო ნინოსია. იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე მოთხოვნა იყო და არ იყო არანაირი რესურსი გარდა სტანდარტული რესტორნებისა. ნინოს გაუჩნდა იდეა, რომ იგრძნო, რომ ეს ძალიან კარგად იმუშავება და სტუმრებს თავაზობთ რაღაც განსხვავებულ გამოცდილებას, რომ შენ ოჯახის კარს უხსნი და შეიძლება ძალიან ლამაზ რესტორანში მიხვიდე დღეს ძალიან ბევრგან, ძალიან კარგი კერძები ჭამა, უბრალოდ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს თავაზობთ, რაღაც ჩვენს ოჯახში, როგორც ჩვენი ნაწილი ისე უმასპინძლებით და შეუძლია იქ ხაჭაპური მოახვიეს თვითონ, ჩამოვუსხდეთ, ვესაუბროთ ჩვენ თავზე, იმერეთზე, ჭიათურაზე და საქართველოზე და ეს გამოცდილება არის, რაც უბრალოდ ინუსხებიან ამისგან. ხო, ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეგ არის ერთ-ერთი მთავარი ტურიზმის, იმიტომ რომ რესტორანში ყველა წავა. ტურიზმის ზოგადად მთავარი
მომენტი არის ემოცია. შეიძლება ვერ დაიმახსოვროს რომელიმე ძეგლი, რომელ საუკუნეში აშენებული. რაღაც ზუსტად დავიჭირათ ეგ ნიშნა აი, რა. ძალიან კარგი. ესე თავისით მოხდა, არ დაგვიგეგმავს, აი მართლა რაღაც უბრალოდ ესე მოხდა და ჩვენც რომ მივხვდით, რომ ჩვენც ძალიან გვსიამოვნებს ამის კეთება და აი ჩვენც ბედნიერდებით, რომ ადამიანს ისე ვუშვებთ რაღაც ძალიან კმაყოფილს და ხო, აქ არ არის ყვებაზე და არ არის არაფერზე სხვაზე, ეს არის მართლა სტუმართ მასპინძლობა, რასაც მოიცავს, ეგ არის ჩვენთვის და მოგეთ, ვინც მოხვდებით ჭიათურაში და ნახეთ, რომ ძალიან ბევრი რაღაცა არის საინტერესო ამ მართლაც უნიკალურ ქალაქში, გამოიარეთ ლანჩი ლიასთან, ლანჩ ეტლია, ასე შეიძლება ხო? წინასწარ უნდა შევთანხმდეთ, ოღონდ აუცილებლად, იმიტომ ეს არ არის რესტორანი და დაგვხვდება ლამაზი, გემრიელი და რაღაც აუთენტური გარემო. ჭახ. გაგვემარჯოს. კეთილი იყოს თქვენი სახე ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა. გამარჯობა კოტინა. დასჭამთ. აი მიკროფონი შეგიჭამს. კარგად ბრძანდებოდი. აუ დაიწყო. ჭამდა ადამიანი ნორმალურად. მიხვედი შეუვარდი. ეხლა შენ რო ჭამდე და ვიღაც მოგივარდი და კოტინა დაგიძახოს. რა ხასიათს დადგები? ანუ კოტინა არ უნდა დამეძახო. ჩვენ აქ მოდით კაცხზე რო გესაუბრა, ხო? მოინდომა კოტინები. ესე იგი, ეს ადგილი არის საოცარი და განსაკუთრებული იმით, რომ მხოლოდ ერთადერთი ანალოგი აქვს მთელ მსოფლიოში როგორ და გასეძულდა? ეს არის მეტეორას სამონასტრო კომპლექსი. ეს კი კაცხის სვეტია. ნამდვილად კაცხის სვეტი გამორჩეულია თავისი ფორმით, ადგილმდებარეობით და რაც მთავარია, ზევით გვხვდება ორი ნაშთი, ნანგრევი ძველი ეკლესიებისა, ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში აქ არსებობდა პატარა ტაძარი, რომელიც შემდეგ მე-6 საუკუნეში, მე-10, მე-13 საუკუნეში რამოდენიმეჯერ განახლდა, მაგრამ მე-18 საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ აქ უკვე აღარ ცხოვრობენ ბერები. და შემდგომში უკვე მხოლოდ მე-20 საუკუნეში ბოლოს 2006-7 წლიდან თუ ასე ანუ 21 საუკუნეში უკაცრავ. მე მაინც როგორც 21 საუკუნეში აღდგა მას აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული და აღდგენილია ზედა ეკლესიაც და ქვევით არის მოქმედი მონასტერი. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ ერთ-ერთი ვერსია, რატომაც აქ დასახდნენ ბერები იყო ის, რომ მე-5, მე-6 საუკუნეში ძალიან პოპულარული ხდება სირიაში, ან ასირიაში და დღევანდელ სირიაში, ასე ვთქვათ, განდეგილი ბერობა. ანუ საერთოდ მაშინ იწყებს ზოგადად იდეა, რომ ადამიანმა მხოლოდ თავი უნდა მიუძღვნოს მხოლოდ ღმერთს და თუ გახსოვს, მაშინ იყო დაპირისპირება ქრისტიანობაში მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა, საქართველოშიც იგივე დაპირისპირება იყო და ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ იმის და გამო რომ საქართველოს დიოფიზიტური მიმართულება აირჩია, მონოფიზიტი ბერები გამოეყვნენ და ისინი დასახდნენ განცალკევებულ ადგილებზე და მათ შორის ერთ-ერთი ვერსიით კაცხის სვეტზე. პირველად 2006-7 წლებში იყო ექსპედიცია და რომელმაც დაიწყო აღდგენა, მანამდე კომუნისტების პერიოდში იყო ასევე რამოდენიმე ექსპედიცია და მხოლოდ ალპინისტების დახმარებით ადიოდნენ. ახლა არის დაკიდებული კიბე და ვნახოთ, თუ აგვიშვეს, კარგია, თუ არა და მაშინ შემოვიფრთხილებით ჩვენი ლამაზი დრონის კადრებით. ამ სვეტის სიმაღლე არის 40 მეტრი და მთლიანი ფართობი, რომელიც არის ზედაპირზე, არის 100 დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი, ანუ 10 დაახლოებით 10 მეტრამდე სიგანის და 17 მეტრამდე სიგნის. ოღონდ ესე გეომეტრიულად არ არის ამ ზოგან შეწეული და გამოწეული. ლამაზი. სამწუხაროდ ასვლა ვერ შევძელით, რადგან კიბე რომელსაც თქვენ ხედავთ ჩემს ზურგს უკან, რომის საშუალებითაც შესაძლებელია მოვხვდეთ სვეტის თავზე, სამწუხაროდ დაკეტილია ყველასთვის, მხოლოდ მონასტრის ბერებს
აქვს შესაძლებლობა და უფლება ავიდნენ სვეტზე. კაცხის ეკლესია არის ალბათ საქართველოში თავისი არქიტექტურული ფორმებით ალბათ ყველაზე გამორჩეული ეკლესია. დაიწყო მისი აშენება მე-10 საუკუნის ბოლოს და დასრულდა 1000-14 წლებში, ეს არის ბაგრატ მესამის პერიოდი და რაც მთავარია, ის ეკუთვნოდა ბაღვაშებს. კონკრეტულად რატი ბაღვაშს, ეს ძალიან ცნობილი გვარია, ბევრს აქვს გაგებული, რომლებიც ბაგრატიონებს ეპაექრებოდნენ საქართველოს ტახტისათვის, შეიძლება ასე ითქვას. ბაღვაშთა საგვარეულო ზოგადად ორ შტოთ იყოფა, ერთი კლდეკარის ერისთავები და მეორე შემდგომში კახაბერის ძეები, ანუ რაჭის ერისთავები. უკვე ქონდა ჩვენ საუბარი ღუმევის მონასტერზე, სწორედ მათი აგებულია ღუმევის მონასტერი. მოგეთ, არქიტექტურა არის ფანტასტიკური და მისი წრიული ფორმა, აი ეს სართულიანობა, სახურავის ფორმა ქმნის რაღაც სასწაულ ჰარმონიას და როცა დავხედავთ მის გეგმას, ეს არის იდეალური გეომეტრია. იდეალური გეომეტრია და რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მართლა მაღალ ცოდნას ზოგადად იმ პერიოდში რაც არსებობდა საქართველოში. გარდა ამისა, რა ამტკიცებს, რომ ეს ბაღვაშთა საგვარეულო ეკლესია იყო, როცა შევდივართ და ცენტრალურ შესასვლელში არის მათი სიმბოლო ლომი და მოხუცი. აი ამაზე მაქვს საუბარი, აი ნახეთ როგორ იდეალურ ფორმებს ქმნის. აი დასავლეთიდან შემოსასვლელი, ეს არის აღმოსავლეთი და აი ნახევარად წრე და აი მართლაც იდეალური გეომეტრიული ფორმები, რომელიც ამ ტაძარს ქმნის როგორც ერთ-ერთი უნიკალური არქიტექტურა მთელ საქართველოში. ერთი საინტერესო დეტალი ტაძრის შესახებ არის ის, რომ ის საკმაოდ მოჩუქურთმებული ყოფილა თავის დროზე. დაახლოებით ნიკორწმინდის თანადროულია და კარგად ხედავთ თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ მაშინდელ საქართველოში ტაძრის გარედან ლამაზად შემკობას. მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ რიგ ადგილებზე შემოგვჭა ეს, რადგან 30-იან წლებში მე-20 საუკუნეში, რაღაც გასაკვირი არ იყოს, ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია. მაგრამ რესტავრაცია ჩატარდა უდიდესი დარღვევებით, გარედან მოიხსნა პერანგი, ანუ რომელიც ძირითადად ჩუქურთმებისგან შედგებოდა და ის ჩანაცვლდა და ანალოგიური ქვით, ოღონდ მხოლოდ ქვით. და ტაძარმა დაკარგა თავისი ეს უნიკალური გალეგნული ეფექტი. ის ძალიან მაგარია, მაგრამ ჩუქურთმებთან ერთად კიდევ უფრო მაგარი იქნებოდა, ამაში დარწმუნებული ვარ. მე ძალიან მომწონს აქაურობა და აქ ვრჩები. ძალიან მაგარი კოტეჯია, ეხლა რაღაცა ჩაფრული ზღაპარში. ჩიტების ჭიკ-ჭიკი წყლის ჩურჩხული თუ როგორ არის. ჭრიალი. ეს ჭრიალი. იმერულად თქვი. და რავი, ყველაფერი აქვს კოტეჯს. დასაძინებელი, კომფორტი, კონდიციონერი, ყველაფერი არ ეთყობა, მაგრამ დინარის ხარა მაგარია. ხო. ეს კარგად უნდა გამოვიძინოთ, რადგან არა, რამე თუ როგორც თვითონ ამბობს ხოლმე. ხო, გველოდებათ ძალიან მაგარი სამყარო სად? ღიმეებში. მიწის ქვეშ. ვა, წაი. ოღონდ არ გაწვენდი, ისა ცოტა ხანი გვაცოდოს დატკბობა. მე თქვენ გძინავთ ზევით, მე ქვევით. დიახ. მეცადე მოდი მე გავიხთი აქ და შემომაწოდე შენ. მიცები. Șuti anche.
ვაიმე, რა მაგარია. ძალიან სარეცხი მანქანაც არის, ხუმრობ. და მართლა. პალეოლითური არტეფაქტები, რომელიც ძალიან ბევრი მოიპოვება აქ. ვაიმე. სამოცხვენია შეხედე. აი, ამას გადმოვდებთ აქეთ. ვაგრძელებთ ჭიათურაში მოგზაურობას. წინ გველოდება ბონდის ხიდი, საოცარი მღვიმეები და საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენები.